იდეა მომცა თმებზე გადავიგე. დავტოვე ბავშვის სკოლაში, თმის მოვლაზე გადავიგე ვიდეო. გავარდა. 60,000 ნახვა. პირველი ვიდეო. ვინ არის არუნი? საიდან გაჩნდა? რატომ ესე თამამად? აიურვედა ეუბნება თუ კაცი სვამს ბეგზე დგომით წყალი იმ ადამიანის სიბერეში მუხლი არავინ არ გაასწორებ. ხვარი და დამჯდარი და ცხავს. ეს ხასიათია ქართველი ადამიანის რომ ჭამა ფინანსური საშუალება იმდენი არ არის, მაგრამ ცხოვრობენ მაგრამ ხასიათია ეგეთი. გენები არის კარგი, რომ იმდენი მოწევა, დალევა, არასორი კვება, მაგრამ მაინც გეოგრაფია შველის. საიდან უნდა მივხვდე მაგას ახლა? პიტავარ, კაფავარ თუ ვატავარ? მუხლები, საქსრები, როდის ფეხის გულები მткиვა. კაფის ადამიანი ხარ. კაია თუ ცუდი? მთელი ცხოვრება ადამიანმა ესე უნდა ჭამო, 8 საათი უნდა ჭამო. და 16 საათი დაისვენო. ეს მოგონილი არ არის, ეს ფაქტია. აი რა ვწამლავს ისე რომ ჩვენ ადრე დავბერდეთ. არის ესეთი რამე გამორჩეული? ერთი რამეა შაქარი და ბოლოც ესაა შაქარი. ეს თუ სუფთა იქნება, აქ გამოჩდება. გოგოები გვიყურებენ ახლა და აინტერესებს შენი აზრით. სპალიერი არ არის კანი. რო გარედან გააშპაკლო, სიგნით სინესტე იქნება. თეთრი ფერის საჭმელი არ მოგიხდება. არა მარტო რძე. სხვა მოიფიქრე. ძალიან დიდი მადლობა კონსულტაციისთვის. გაიხარე.